ქართულ-ამერიკული ორთოდონტიური ცენტრი ბრეის ჰაუსის და გრიგორ ობაქიძის უნივერსიტეტის მეშვეობით დაარსდა კლინიკა მედიუსი. სადაც სრულად ფუნქციონირებს ბრეის ჰაუსის ყველა ის პროფილი, რაც ფუნქციონირებდა მანამდე, გულისხმობს სტომატოლოგიურ სრულ სპექტრს, პლუს დაემატა კოსმეტოლოგია, დერმატოლოგია, რეაბილიტაცია. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, ჩვენ რა თქმა უნდა აქ არ ვაპირებთ გაჩერებას, ვაპირებთ დავიმატოთ ფილიალები სხვადასხვა რეგიონებში, აგრეთვე შევეხოთ სხვადასხვა პროფილებს, რომელიც მოგცემს საშუალებას ჩვენი სიტყვა ვთქვათ ქართულ მედიცინაში. სტომატოლოგიური პროცედურებისა და ყბასახის მიდამოზე ჩატარებული ოპერაციული ჩარავების შემდეგ ზოგჯერ ირღვევა სახის კონტურები, რაც საჭიროებს რეაბილიტაციას, რემოდელირებას და ფორმის შეცვლას. ფიზიკური ფაქტორები, როგორიცაა რადიოტალღური თერაპია, ლაზეროთერაპია ან ულტრაბგერა გვეხმარება რეაბილიტაციის პროცესი წარმართოთ სწორად, უმტკივნეულოდ და რაც შეიძლება სწრაფად. მე როგორც კლინიკის ორთოდონტი გეტყვით, რომ ჩვენს კლინიკაში ნებისმიერი სირთულის თანკბულის ანომალიის მკურნალობა მიმდინარეობს. და ეს ყველაფერი ხდება რეკორდულად მცირე დროში. მკურნალობის მაქსიმუმი ვადა არის წელიწადნახევარი, მინიმალური დრო კი 6 თვე. შესაბამისად, ჩვენი კლინიკის შედეგები სრულად ანგრევს იმ მითს, რომ ორთოდონტიულ მკურნალობას წლები სჭირდება. ამ კლინიკის გახსნა ჩვენთვის, როგორც უნივერსიტეტისთვის, ორმაგად მნიშვნელოვანია. ერთი ის, რომ მე ვფიქრობ, საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ, სამედიცინო სისტემამ შეიძინა კიდევ ერთი უნიკალური, ვიტყოდი და არ მეშინია ამ სიტყვების თქმის, სრულიად თანამედროვე ტექნიკით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკა, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს ჩვენ მოსახლეობას. და მეორე ის რომ ამ კლინიკის დაფუძნების იდეის ავტორი გახლავთ პროფესორი ჯაბა ადამია, რომელიც ამავე დროს არის ჩვენ უნივერსიტეტის რეზიდენტურის კურსდამთავრებული. მე ვფიქრობ, რომ ეს კლინიკა დაიმკვიდრებს ადგილს საქართველოში როგორც მაღალი ხარისხის, თანამედროვე დასავლური სტანდარტების მქონე კლინიკა.